კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა ზუგდიდში. ღონისძიების მეორე დღეს დადიანების მუზეუმის ეზოში გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი, დავით მიქერიას დირიჟორობით და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები. ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალს 2022 წელს ჩაეყარა საფუძველი. ორგანიზატორი ზუგდიდის ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრია, ხოლო მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის მერია. ეს არის ნამდვილად კულტურული მოვლენა და ძალიან ბევრ ადამიანს ახარებს, ახალისებს. აუცილებელია ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის ამდაგვარი ღონისძიებები, რათა უბრალოდ გაითიშონ და დაფიქრდნენ უფრო სულიერ საკითხებზე და უბრალოდ ცოტა ხნით იყვნენ ბედნიერები ლამაზი მუსიკის მოსმენით. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში ექცევა ზუგდიდი და დადიანების სასახლე. ეს ლოგიკურიც არის და ტრადიციულიც, იმიტომ რომ იოჰან შტრაუსმა მიუძღვნა ამ სასახლის მკვიდრს თავისი შედევრი. აქ ინახება ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია საოპერო ნაწარმოებებისა და ის რომ ამ სცენაზე არის ასეთი მაღალი დონის ზეიმი, ეს არის უპირველეს ყოვლისა ქართული კულტურის გამარჯვება. ჩვენ სამშობლოში კლასიკური მუსიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, განხრა ჩვენი მუსიკალური საგანძურისა. როდესაც პირველი დასები შემოვიდნენ იტალიური დასები საქართველოში, ძალიან დიდი იყო მაყურებელთა, ასე ვთქვათ, ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ და მას შემდეგ ჩვენი კლასიკური მუსიკა, ოპერა, სიმღერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.